მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით მომბრძანებისათვის. თქვენ ებართით მინდოდა გამეცნო მიმდინარე მდგომარეობა დღეიდან ძალაში შესულ რეგულაციებთან დაკავშირებით. ჩვენ საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ ყველა სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში. ამ დროის მდგომარეობით ეს ახალ რეგულაციებზე გადასვლა მიმდინარეობს მშვიდად, არც პოლიკლინიკებში და არც აფთიაქებში არ შეიმჩნევა რაიმე განსაკუთრებული პაციენტთან ნაკადი ან შეფერხებები, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია და უკვე სამუშაო თვე იწყება ფაქტიურად 37 პოლიკლინიკის მონაცემები გვაქვს უკვე დილით ახლა ამ წუთისთვის არსად არ აღნიშნება პაციენტებისთვის რაიმე დამატებითი ბარიერების შექმნა, ასე რომ ეს ცვლილებები, რასაც დიდი სიფრთხილით და შეიძლება ითქვას ჭარბი სიფრთხილითაც ხდებოდით, მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდად და გეგმაზომიერად და მე ვფიქრობ, რომ ასეც გაგრძელდება. დღეს განხორციელდა მეორე ცვლილება, როდესაც დასრულდა გარდამავალი ეტაპები და იმ სახელმწიფო პროგრამების მართვა, რაშიც სახელმწიფო იხდის ფულს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაში, მთლიანად გადმოიბარა ჯანდაცვის სამინისტრომ. ღამის 12 საათზე მოხდა ბაზების, ბენეფიციართა ბაზების გადმოცემა და ასევე ესე იგი აქ ლაპარაკი არის ბავშვებზე და საპენსიო ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებზე, არანაირი შეფერხება მათ სამედიცინო სერვისების მიწოდებაში არ შექმნიათ. მათთვის დღეიდან სიახლე იქნება ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სამედიცინო მომსახურების პაკეტი უცვლელად მინიმუმ ისეთივე გადმოდის, ორი ახალი პრივილეგია დაემატათ, დაცდის პერიოდი გეგმიურ სერვისებზე, გეგმიურ ოპერაციაზე 4-6 თვიდან შეუმცირდათ მაქსიმუმ 2 თვემდე და მიენჯათ სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი, რაც ორივე ესრულება ძალიან მნიშვნელოვანი არის და ცალსახად ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.